მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით კლინიკა Hairline-ში, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს თმის ცვენის მკურნალობისა და თმის გადანერგვის მიმართულებით. ამ და სხვა საინტერესო თემებზე უნდა ვესაუბროთ Hairline-ის დამფუძნებელსა და დირექტორს ირაკლი ბებიაშვილს. წარმოგბრძანდით. თავდაპირველად საუბარი რომ დავიწყოთ Hairline-ის ისტორიით, როგორ მოახერხა Hairline International-მა, რომ ქართულ ბაზარზე არის ნომერ პირველი თმის გადანერგვის ინდუსტრიაში? წელს ხდება 20 წელი Hairline-ის დაარსებიდან და ძალიან საინტერესო ადამიანებმა დააარსეს და კიდევ რამდენიმე ადამიანი დავაარსეთ და ყველაზე საინტერესო ის იყო რომ თავიდანვე 2005 წელს ისეთი უმაღლესი ყველაზე მაღალი სტანდარტებით დავიწყეთ ჩვენ თმის გადანერგვა, რომ დღევანდელ დღესაც კი აი მაშინდელი გადანერგილი პაციენტები გამოიყურებიან მშვენივრად და ყოველგვარი წუმგარეშია მაშინდელი შესრულებული ოპერაციები. თუმცა, რა თქმა უნდა, მეთოდები დაიხვეწა, ტექნოლოგია დაიხვეწა და Hairline International-ი ყოველთვის ფეხ მისდევს აი ამ ტექნოლოგიების ცვლილებას, გაუმჯობესებას და ხანდახან ჩვენი კლინიკის მიერ შემუშავებული მეთოდებით წინაც ვუსწრებთ. საქართველოში არის თუ არა თმის გადანერგვის მიმართულებით მაღალი კონკურენცია და რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად? მე მოხარული ვარ, რომ Hairline International-თან ერთად მიწევს მოღვაწეობა საქართველოში და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამ დარგის დამფუძნებელი საქართველოში გახლდათ პროფესორი თამაზ თამაზაშვილი. ყველა კლინიკა, რომელიც თმის გადანერგვით არის დაკავებული, ნამდვილად წარმატებულად ასრულებენ თმის გადანერგვას. ნამდვილად ხარისხიანად ხდება გადანერგვა სხვა კლინიკებშიც, უბრალოდ Hairline-ი რა თქმა უნდა გამორჩეულია და ეს ლიდერობა მარტო ლიტონის სიტყვები არ გახლავთ. სხვაგან შესრულებული ოპერაციების შემდეგ უკმაყოფილო პაციენტები რეზულტატით ნამდვილად ჩვენთან მოდიან და მე რა თქმა უნდა გვიწევს ამ შედეგების გაუმჯობესება. ვიცი რომ Hairline-ს ქონია ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია, თუმცა თუ შეგიძლიათ ისაუბროთ წარუმატებელ ოპერაციაზე, თუ გახსენდებათ ასეთი? მთელი წარმატების საიდუმლო თმის გადანერგვის დარგში და დანარჩენ ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის დარგში არის რომ თავიდანვე კონსულტაციის დროზე მოხდეს პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთ მოთხოვნების და შესაძლებლობების შეჯამება, შეკავშირება, ასე ვთქვათ, კონსენსუსი რო იქნას მიღწეული მედიცინის შესაძლებლობებსა და პაციენტის სურვილებსა და მოთხოვნილებებს შორის. თუ ეს ყველაფერი არის შეჯამებული და შეკავშირებული, ხო, არც ერთ კლინიკაში და არც ერთ ამ დარგში მოღვაწე ექიმებს არ ეყოლება უკმაყოფილო პაციენტი. აქედან გამომდინარე Hairline-ს ნამდვილად არ აყავს უკმაყოფილო პაციენტი, მაგრამ ახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტი უკმაყოფილო იყო იმ სიხშირით, რომელთაც გადაენერგა მას თმა და ნამდვილად ასეთი ხშირი არ მინდოდაო რო ყოფილიყო. ეს არის ერთადერთი შემთხვევა. ჩვენთვის ცნობილია რომ იყავით აგვისტოს ომშიც როგორც ექიმი და ახლა ამ გადმოსახედიდან როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი? რა თქმა უნდა, ყველა ღირსეული ექიმი 2008 წლის ომში ბრძანდებოდა, ღირსეულად ასრულებდა თავის მოვალეობას და მეც მათ შორის სადაც საჭირო იყო, იქ ვიმყოფებოდი. გამოცდილების რა მოგახსენოთ, ვერაფერი დედენაის გამოცდილება ვერ არის, ოღონდ ამავე ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთი ის რომ ერი ნამდვილად გაერთიანებული შეკრული იყო, ექიმები თავის მოვალეობას ასრულებდნენ როგორც სხვები და ჯარისკაცებს გამოვყოფ. ნამდვილად აი ესეთი შეუპოვარი ჯარისკაცები იყვნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, ეს დავამახსოვრდა იმათი უშიშრობა, აი ესეთი შემართულობა,
იმიტომ რომ ვინც დაჭრილი იყო და ვისაც ეს დაჭრილები მოყავდათ. რა თქმა უნდა, ცუდი გამოცდილება ის არის, რომ ჩემი მეგობარი და ჩემი კურსელი გიორგი აბრამიშვილი შეეწირა ექიმი, ვის სახელობისიც არის ახლა გორის ჰოსპიტალი. ამ გამოცდილებასთან დაკავშირებით ერთი გულის ტკივილი დამჭა, ამასიანად გახდეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ შინდისელი გმირების მემორიალზე და ესეთ შთაბეჭდილება დამჭა, როგორც მაშინ აი ამ 17 გულანთებულ ქართველს მოუწია მარტო ყოფნა და აურაცხელ მტერთან შეჯახება, რაღაც აი ეს საძმო სასაფლაოც, სადაც ისინი განისვენებენ, ისევ მიტოვებულად ჩანს. ყოველ შემთხვევაში მე ესე შთაბეჭდილება დამჭა, არავითარი მარადიული ცეცხლი ტაძარი არის აშენებული და დაკეტილია და სიჩუმე საფლავზე კი სიჩუმე იქნება, მაგრამ მე მეგონა რომ განუწყვეტლივ ქართველი ერი იქ ივლიდა და ისე აიზრდებოდნენ ამ გმირების ვაჟკაცობით აღფრთოვანებულები. როგორია თქვენი როგორც წარმატებული ექიმის ერთი სამუშაო დღე? ნებისმიერი წარმატებული ექიმი ეს ქირურგი იქნება თუ სხვა მიმართულებაში მოღვაწე ექიმი, ყველაზე მეცდებს, რა თქმა უნდა, თავის პროფესიაში. ჩვენი პროფესია ეს მარტო პროფესია არ არის, ეს ცხოვრების სტილია. და თუ გინდა რომ წარმატებული იყო, აი ეს სტილი უნდა ქონდეს ცხოვრების, თორე საზღვათა შორისოთ მოვედი 9 საათზე დამთავრდა 5:30-ზე ჩემი სამუშაო არ არსებობს ესეთი, იმიტომ რომ მე იწყება საკუთარ თავზე მუშაობა, მე იწყება ყველაზე საინტერესო და მთავარი და მე თუმეტეს 24 საათი ჩვენი ტელეფონი არ ითიშება. თუ ჭირდება პაციენტს, რა თქმა უნდა, გვიკავშირდება, ამის უფლებას ვაძლევთ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იექიმებ. და არის ესეთი ლათინური გამოთქმა, რომ alis inserviendo consumora, იწვის შენ და უნათებს სხვას, ეს დიდი ხანია ესია და ამიტომაც არის მედიცინის სიმბოლო, ანთებული ჩირაღდანი და ნამდვილად ვინც ამას ახერხებს, მართლა იწვის, არიან ძალიან ბევრი ჩემი მეგობრები, ვინც ზარალდება კიდევაც ამით, ზარალდება ვამბობ, რომ ზოგს აქვს მე ოჯახური უთანხმოება მაღლასთან იქიდან გამომდინარე რომ აი მე ყურადღებას სამსახურს უთმობ და ასე შემდეგ სახელმწიფო ახერხებდა ნამდვილად თუმცა პირველი ნაბიჯები ახალ გაზდა ექიმისთვის არც მაშინ არ იყო მარტივი და აი მინდა თქვა რომ კოლეგიალობის თვალსაზრისით იყვნენ გამორჩეული ადამიანები, რომელიც მართლა გვინათებდნენ გზას კოლეგებს და იყვნენ ადამიანები, რომელიც ვამპირებით გვეყურებდნენ. მე მგონი დღევანდელ დღესაც არ შეცვლა ეს სიტუაცია, მაგრამ მე გამომდინარე აქედან რომ ეს გავლილი მაქვს, მსგავსად არ ვცხოვრობ, ამის ხაზგასმა მინდა, მაგრამ მაინც დაუბრუნდები იმას, რომ თუ ამოირჩევ მიზანს, უნდა იყოს შეუპოვარი, რა თქმა უნდა, ეს უხეშად შეუპოვრობა არ არის და რა თქმა უნდა არამოტივირებულად შეუპოვრობა უნდა იმსახურებდე უნდა გიწყობდეს ხელს ყველაფერი თუ ახლა კოლეგები გვერდში გიდგანა და გიწყობენ ხელს ეს მაგარი ფუფუნებაა მაგრამ მე ვისურვებ რომ უმეტესობა ჩემი კოლეგების ასე ცხოვრობდნენ და ასე ზრდიდნენ მომავალ თაობებს სამედიცინო სფერო პროფესიონალისგან მოითხოვს ძალიან დიდ შრომას თქვენ შემთხვევაში რა არის თქვენი წარმატების ფორმულა? თავის თავზე მუშაობა პირველ რიგში, იმიტომ რომ მედიცინა, სხვა დარგებიც ესეა, რომ უწყვეტ განათლებას საჭიროებს, იმიტომ რომ ის ცოდნა, რომელსაც ღებულობთ ინსტიტუტში, ან უნივერსიტეტში, სადღაც 3-4 წელიწადში უკვე არასაკმარისია, უკვე მოძველებულია და აქედან გამომდინარე უწყვეტი განათლება მაგას გულისხმობს და ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო ამ პროგრამას ახორციელებს უწყვეტი განათლება მედიცინაში, ალბათ სხვა დარგებშიც ესე არის. პირველ რიგში ეს მეორე რა თქმა უნდა იმ გუნდთან ერთად შეხმატკბილებული მუშაობა მე ხიალაინ სინამდვილეში ვამბობ წარმატების ფორმულას ჩვენ 20 წელია ეს ერთი გუნდი მუშაობთ ერთად და მით უმეტეს არა მარტო თმის განერგვის დარგი არამედ ძალიან ბევრი დარგი რომელშიც ხდება ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვა ხომ არის
პირდაპირ დაკავშირებული გუნდურ შრომასთან. და აქედან გამომდინარე ამ გუნდში შეხმატკილებული პროფესიონალები თუ არ მუშაობენ, წარმატება ძალიან შორს იქნება და შეიძლება მოგეჩვენოს რომ ერთი ხელის გაშვერაზეა, მაგრამ ყოველთვის შორს იქნება. და ხიალაინის წარმატება ნამდვილად ერთი კაცის დამსახურება არ არის, ეს ის მთელი გუნდი, რომელთაც ჩვენ ვამაყობთ და ერთად მოვდივართ და ეს ლიდერობაც ამ სფეროში ზუსტად ყველას დამსახურება. და ბოლოს საუბარი რომ სასიამოვნო ნოტაზე დავასრულოთ, გკითხავთ როგორია ირაკლი ბებიაშვილის ცხოვრება სამსახურს მიღმა, თქვენს ოჯახზე რომ მოგვიყვეთ. მარტო მედიცინა და მარტო სამსახური არ არის ცხოვრება, ვალდებულებაც გვაქვს ესეთი, ნებისმიერ ადამიანს ვისაც ოჯახი აქვს და ვინც შექმნა ოჯახი, მე მაგალითად 21 წლის გახდეთ, როდესაც მის ადამიანი მოვძებნე, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემეძლო და ახლაც არ შემიძლია. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მყავს 3 ვაჟკაცი, მყავს პლუს 3 შვილიშვილი, 2 რძალი. ეს ჩემი ოჯახია და თუ ოჯახში არ გაქვს სიმშვიდე, სიამტკბილობა და მყარად არ ახარ ოჯახში, მე მგონი ვერც სამსახურში ვერ იქნები წარმატებული. მე ამას ვახერხებ, უთავსებ ერთმანეთს, პლუს კიდევ ოჯახი ასევე ნათესავებიც, ასევე მეგობრებიც, ასევე კოლეგებიც, სამსახურის გარეთაც ხო კოლეგებთან მეგობრობთ. მინდა რომ აი სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრებით ვიცხოვროთ.